თქვენ ახსენეთ 1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღე და მეც მინდა რომ მოგილოცოთ თქვენს, მომილოცო ბავშვებს, მშობლებს, მასწავლებლებს. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ბავშვი დღეს საკმაოდ ძიმე მდგომარეობაშია. ძალიან რთული გარემო აქვს. რთული გარემოა გლობალურად, რთული გარემოა ადგილობრივად. ასე რომ ჩვენი ძალისხმევა, ჩვენი გაფაციცებული ყურადღება მშობლების, პედაგოგების, მთელი საზოგადოების მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ უზრუნველყოთ, რომ ბავშვები ცოდნით, რაღაცა სწორი ემოციებით და სოციალური კაპიტალით დატვირთული შეაბიჯებენ მოზრდილ ცხოვრებაში. რაც შეეხება პრობლემას, რა თქმა უნდა, როგორც ყველგან, საქართველოშიც არის ბევრი პრობლემა ბავშვთან დაკავშირებით. მე სოციალურ პოლიტიკის სფეროდან ვარ და ამიტომ რაღაცნაირად ჩემი მუშაობისას ყურადღების ცენტრში ექცევა ხოლმე ბავშვთა სიღარიბე და აქედან დავიწყებ. თუნებას მომცემთ. სიღარიბე ბავშვობაში არის განსაკუთრებით მძიმე ფენომენი და სრულიად განსხვავდება სიღარიბისგან, რომელიც ზრდასრულ ასაკში შეიძლება შემოხვდეს ადამიანს. სიღარიბეში გაზრდილ ბავშვს ძალიან ბევრი რაღაცის დანაკლისი აქვს, რის გამოც მისი ფიზიკური, მისი ემოციური, მისი ინტელექტუალური, სოციალური განვითარება საფრთხის ქვეშ არის ხოლმე და ძალიან ძნელია ამ სიტუაციაში მიაღწიო იმ შენ სრულ პოტენციალს, რომელიც მერე დაგჭირდება მთელი ცხოვრებისთვის, ცხოვრების განმავლობაში, რომ კეთილდღეობაში იცხოვრო, აცხოვრო შენი ოჯახი და ქვეყნის განვითარებაში დადებითი წვლილი შეიტანო. სხვა შორის, სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა სპეციალური ანგარიში სწორედ ბავშვთა სიღარიბესთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნული იყო, რომ ვითარება ამ თვალსაზრისით წინა წელთან შედარებით წელს მნიშვნელოვნად არის გაუარესებული. რა იწვევს აი ესეთ მძიმე ვითარებას ქვეყანაში და უფრო რომ გავშალოთ საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ აი ეს მძიმე გამოცდილება როგორ აისახება და რა გავლენას ახდენს ბავშვების კეთილდღეობაზე, მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მათ შორის? დიახ. პირველ რიგში მოდი დავესესხები ოფიციალურ სტატისტიკას, რომელიც სიღარიბეს უყურებს ფინანსური სიდუხჭირის თვალით. ანუ რა არის დანაკლისი ფინანსური ოჯახში, რომელიც იწვევს სიღარიბეს, სწორედ ასე იზომება ის საქართველოში და ამ მონაცემით სიღარიბე წლიდან წლამდე ყველა სოციალურ ჯგუფში კლებულობს და ამ შემთხვევაშიც დაკლებული არის. თუმცა მინდა აღვნიშნო, რაც ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანია, რომ ბავშვი მუდმივად ბოლო 20 წლის განმავლობაში, რაც ამას დაკვირვება ხდება სიღარიბეზე, არის ყველაზე ღარიბი სოციალური ფენა. გარდა ასეთი სიღარიბისა, ჩვენ კიდევ შარშან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან ერთად გავზომეთ ბავშვის ეგრეთ წოდებული მრავალგანზომილებიანი სიღარიბე და რას ნიშნავს ეს? აი ეს მინიმალური ფულის ნაკლებობა, რომელზეც ფინანსური სიღარიბე, აბსოლუტური სიღარიბეს ეძახიან ამას ყურადღებას ამახვილებს, რაღაცნაირად ყურადღების მიღმა ტოვებს იმას თუ რა არის ის ბავშვისთვის აუცილებელი საგნები და მომსახურებები, რომელიც უნდა შემოეწყოს ბავშვის გარშემო და უზრუნველყოს მისი ჰარმონიული განვითარება და რომელთა არ ქონა ძალიან მაღალ რისკს ქმნის ბავშვის გადარჩენის, განვითარების, ფსიქოლოგიური მდგომარეობის და ასე შემდეგ. ასეთი მონაცემის მიხედვით ჩვენ საკმაოდ ბევრი ბავშვი გვყავს ეგრეთ წოდებულ მრავალგანზომილებიან სიღარიბეში, ანუ მათ აქვთ ეგრეთ წოდებული მატერიალური თუ სოციალური დანაკლისი. რა არის ეს, რომ უფრო ადვილად რო ავხსნა? ბავშვი, რომელსაც არ აქვს შესაბამისი ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი, ბავშვი, რომელსაც ყოველდღიურად ვერ ღებულობს ცილოვან საკვებს, არ აქვს წვდომა ხილთან და ბოსტნეულთან, ბავშვი, რომელსაც არ აქვს თავისი ასაკის შესაბამისი წიგნი, სათამაშო არ აქვს საშუალება, რომ იურთიერთოს თავის თანატოლებთან და ყველა იმ სოციალურ აქტივობაში მიიღოს მონაწილეობა. მე მესმის, რომ ეს საკმაოდ ამბიციური რაღაცა ნიშანი არის და მაჩვენებელი არის ბავშვის მდგომარეობის, მაგრამ როდესაც ჩვენ ვართ საშუალო განვითარების ქვეყანა, მოთხოვნების და ამბიციები ჩვენი უფრო მაღალია იმის მიმართ, თუ როგორ უყურებთ ჩვენ ბავშვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არა მარტო გადარჩენა და გაზრდა, არამედ
იმედ ბავშვის განვითარება. რაც შეეხება სხვაობებს, სხვა ასაკობრივ ჯგუფში არის მცირედი განსხვავებები, თუმცა მაინც მსგავსება განსხვავება არის ძალიან მნიშვნელოვანი სოფელსა და ქალაქს შორის და ყველაზე დიდი განსხვავება რაც გვხდება, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, რომელთა აი ეს მრავალგანზომილებიანი სიღარიბე განსაკუთრებით მაღალია. რაც ამ ბავშვებს კიდევ უფრო მოწყვლადებს აქცევს და კიდევ უფრო მეტი ყურადღების კონცენტრირება არის საჭირო მთელი საზოგადოების მხრიდან იმისათვის, რომ ამ ბავშვებმა ნორმალური განვითარება შეეცვალოს. აი როგორ პასუხობს სახელმწიფო ამ შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საჭიროებებსა და მათ გამოწვევებს? ერთი რაც ძალიან კარგი არის, ეს არის რომ ფულადი დახმარება მიეწოდება ყველა ბავშვს, რომელსაც აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსი. მეორე საკითხია ის ბავშვები, რომელსაც ეს სტატუსი არ აქვს, მაგრამ მაინც ითვლებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და რომლებიც ფაქტიურად სისტემიდან ამ ეტაპზე არიან გამორჩენილი. დღევანდელი რეფორმა, რომელიც მიმდინარეობს, სწორედ მიზნად ისახავს აი ამ გამოვარდნილი ბავშვების დანახვა იმისათვის სისტემის მხრიდან, რომ სწორედ აი ეს ყველანაირი დახმარება მიეწოდეს. მათ შორის ფინანსური და მათ შორის მომსახურებები. ეხლა რაც შეეხება მომსახურებებს, აქ გაცილებით უფრო რთული მდგომარეობა გვაქვს. თუ ვართ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, დიდ ქალაქებში, აქ რა თქმა უნდა, ბევრი სხვადასხვა მომსახურება აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს, მაგრამ საკმარისია გავცდეთ დიდ ქალაქს, სოფლად, მაღალმთიან რაიონში, უფრო მოშორებულ ადგილას არის ისეთი ადგილები, საერთოდ არ არის მომსახურებები. ეს საკმაოდ დიდი გამოწვევა არის, რომელიც გაცნობიერებულია და მინდა გითხრათ, რომ წლიდან წლამდე ჩვენი დაკვირვება აჩვენებს, რომ მრავალფეროვანი უფრო და უფრო ხდება სერვისები და მრავლდება, თუმცა ძალიან დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსის მობილიზაცია არის საჭირო იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვმა ყველგან საქართველოში მიიღოს ის მინიმალურად აუცილებელი, რაც მისი განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. ასევე ვისაუბროთ ბავშვთა მიმართ ძალადობაზე, ქუჩაში, ოჯახში, სკოლაში, აი როგორია დინამიკა და ტენდენციები და ხელმისაწვდომია თუ არა მათთვის ეფექტური სარეაბილიტაციო პროგრამები. ხო, კიდევ ერთ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს თემას და პრობლემას შეეხეთ, ეს არის ძალადობა ბავშვთა მიმართ, რომელიც ასეთივე დამანგრეველია ბავშვისათვის, როგორც სიღარიბე, ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ბავშვზე. მრავალნაირი ფორმა არსებობს, მაგრამ მაინც ჩვენ ყურადღების ცენტრში პირველ რიგში არის ძალადობა, რომელიც ხდება ოჯახში, ძალადობა, რომელსაც იყენებენ მშობლები ბავშვის აღზრდის დროს. ეს დინამიკა კლებადია, ჩვენ ამაზე დაკვირვებას ვაკეთებთ. უფრო და უფრო მეტ მშობელი ცდილობს გამოიყენოს დადებითი აღზრდის მეთოდები და არ გამოიყენოს ფიზიკური ძალა, არ ფსიქოლოგიური ზეწოლა ბავშვზე, როგორც დასჯის და როგორც აღზრდის მეთოდი. თუმცა დღეს მაინც სადღაც ყოველი მესამე ბავშვი მაინც არის აღზრდის მას მიმართ აღზრდის დროს გამოიყენება ეს მეთოდები. დინამიკა დადებითია, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ის სურათი, რომელიც ჩვენ გვინდა. თუმცა სკოლაში ძალადობა ახსენეთ, აქ სტატისტიკის მოტანა გამიჭირდება, თუმცა ესეც საკმაოდ ფართოდ ფესვგადმული ფენომენი არის და ასევე მინდა აღვნიშნო ძალადობა ინტერნეტ სივრცეში, რომელიც უფრო და უფრო იყიდებს ფეხს და რომელიც აუცილებლად საჭიროებს რეგულირებას იმისათვის, რომ ბავშვმა აი ამ სივრციდან, ინტერნეტული სივრციდან მიიღოს ყველა ის სიკეთე, რომელიც მას სჭირდება დღეს, როგორც თანამედროვე ადამიანს 21 საუკუნის, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ემსხვერპლოს იმ ცრუ წარმოდგენებს, არასწორ ინფორმაციას, დეზინფორმაციას, რომელსაც შეიძლება მას ძალიან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს და ძალადობის მსხვერპლიც კი გახდეს. ძალიან დიდი გამოწვევა ასევე სხვა ძალადობის ფორმები, მათ შორის სექსუალური ძალადობა. დღეს რაც საქართველოში ხდება, ძალიან დადებითი ეს არის, რომ ეს პრობლემა აღიარებულია, ეს პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღების ცენტრში არის ყველა იმ სუბიექტის, რომელიც ამაზე რეაგირება ხელმწიფება და უკვე გაჩნდა ქვეყანაში ესეთი მომსახურება, რომელიც ცდილობს ყველა სისტემის შემოკრებას ერთი ბავშვის
ბავშვის ირგვლივ, ეს იქნება განათლება, ეს იქნება ჯანდაცვა, სოციალური დაცვა, მართლმსაჯულება, იმისათვის, რომ აი ამ ერთ ბავშვს, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლი, განსაკუთრებით მწვავე ძალადობის მსხვერპლი, ქონდეს ყველანაირი დახმარება, მან მართლმსაჯულებისთვის საჭირო ინფორმაციაც მიაწოდოს, როგორც მოწვევამ, როგორც მსხვერპლმა მიიღოს ყველა საჭირო დახმარება და აი ამ პროცესში არ მოხდეს მისი ხელახალი ტრავმირება, რაც სამწუხაროდ ძალიან ხშირად ხდებოდა ხოლმე საქართველოში.